ტრამპმა ამაღამ საგანგებო მიმართვა დაანონსა, რა იქნება ბრიფინგის თემა ამერიკის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მანამდე რამდენიმე ინტერვიუში მან ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებები შეაფასა. ირანიდან საკმაოდ მალე გამოვალ შესაძლოა წერტილოვანი იერიშებისთვის დაუბრუნდეთ, უთხრა როიტერს ტრამპმა. შეთანხმების წინაპირობად კი ისევ ჰორმუზის სრუტის გახსნა დაასახელა. მან ისიც თქვა, რომ ამერიკა ნატოს დატოვებას განიხილავს, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ალიანსის წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ ამერიკა ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიიღო. მოჩდაბა ხამენეიმ პირობა დადო, რომ ირანი გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და ამერიკის მოწინააღმდეგე ძალების მხარდაჭერას. უზენაესი ლიდერის მიერ ჰეზბოლასთვის გაგზავნილი მიმართვა პირდაპირ ეთერში ისევ ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა წაიკითხა. ის საზოგადოებაში ირანში ამერიკა-ისრაელის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ არ გამოჩენილა. ლიკვიდირებულია ჰეზბოლას სამხრეთის ფრონტის მეთაური ისმაილ ჰაშემი, იყო უფროსი მეთაური 40 წლიანი გამოცდილებით. ის ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებს მეთაურობდა, წერს ისრაელის თავდაცვის ძალები. 2026-27 სასწავლო წელს პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.